საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილების მოლოდინშია ამ წუთებში პრემიერ-მინისტრის სახლთან მოსაშვილის ქუჩაზე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 7 ადამიანის პროცესი მიმდინარეობს. მათ შორის ადვოკატი რომეო საჯაია. პროცესზე უკვე დაკითხეს მოწმეები, ასევე მტკიცებულების სახით უჩვენეს ვიდეო მასალაც. სიტუაციას ხტომაზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოსამართლემ დარბაზიდან ერთ-ერთი დამსწრე ლიანა აიდოიანი გააძევა. ის დაკავებულთა მეგობარია, მანდატურსა და აიდოიანს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება უკვე დარბაზ გარეთ გაგრძელდა, რის გამოც მანდატურმა აიდოიანი და მისი თანხმლები მამაკაცი დააკავა. ნინი მთვარაძეს ვთავთ პირდაპირ ეთერში სასამართლოდან. ნინი ველოდებით შენგან ბოლო ინფორმაციას რა ხდება ამ წუთებში პროცესზე? ნანა, სასამართლო პროცესი სწორედ ახლახანს დასრულდა და მოსამართლემ საქმის განხილვა გადადო იმ მოტივით, რომ ხვალ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს დამატებითი მტკიცებულებები და ასევე პროცესზე უნდა მოიყვანოს მინიმუმ 3 მოწმე. რაც შეეხება ინციდენტს, რომელზეც ჩვენ საუბრობდი და რომელიც საქალაქო სასამართლოში სულ ცოტა ხნის წინ მოხდა, დაკავებულია ინციდენტის ორივე მონაწილე, ესენი გახლავთ ლიანა აიდოიანი და მისი მეუღლე როლან დიასამიძე. ორივე მათგანი ამ წუთებში საქალაქო სასამართლოს შენობაში იმყოფებიან და სავარაუდოდ 24 საათის განმავლობაში მიიღებს გადაწყვეტილებას საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, შეეფარდებათ მათ ჯარიმა თუ ადმინისტრაციული პატიმრობა. რაც შეეხება უკვე ინციდენტს, ამასთან დაკავშირებით მხარეებს განსხვავებული ვერსიები აქვს. პროცესზე დამსწრეთა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ლიანა აიდოიანი გამოირჩეოდა ხმაურიანი რეპლიკებით, რის გამოც მან არაერთხელ მიიღო მოსამართლისგან შენიშვნა, ხოლო საბოლოოდ მოსამართლე მას სთხოვა სხდომის დატოვება. რაც შეეხება თავისუფალი ზონის წარმომადგენლებს, თავისუფალი ზონის წევრების განცხადებით, ლიანა აიდოიანი გააღიზიანა პროცესზე სამართალდამცველის მხრიდან მის მიმართ წარმოთქმულმა დამცინავმა რეპლიკამ. მანდატურები გვყავს ჩვენ. წესრიგის მოწოდების მაგრამ უბრალოდ სასამართლო დარბაზში. შეგიძლიათ დააფიქსიროთ კალბატონის ხელი, რომელიც დაუზიანეს, ხელის გადაგრეხვის დროს მანდატურები იყვნენ. რატო ეჭიდავები? სანდვიჩობრო წესრიგს არ გვექნება. ერთ-ერთი პატრული თანამშრომელი მოუტრიალდა ჩემ მეგობრებს, იანა აიდოიანს და როლან დიასამიძეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა დამცინავად, ესე ღიმილით მიაყენეს. რის შედეგადაც იანამ არ მოითმინა და დარბაზში მიმართა მას. რის შედეგადაც მოსამართლისგან გაფრთხილება მიიღო სიტყვიერი და უთხრა, რომ დაეტოვებინა სასამართლოს დარბაზი. იანამ უთხრა მოსამართლოს, რომ იქნებოდა წყნარად, რომ დაასწრებოდა სასამართლო პროცესს. რის შედეგადაც მოსამართლემ უბრძანა სასამართლოს დაცვას, რომ ის გაეყვანათ სასამართლოს გარეთ. ამის შემდეგ იანა დააკავეს თავის მეუღლესთან ერთად და ალბათ ადმინისტრაციულს შეუფარდებენ, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ გავაპროტესტებთ. სრულიად უსაფუძვლოდ იყო ჩემი დაკავება, ეს იყო პოლიტიკური ნიშნით, იმიტომ რომ მე ვარ ბაჩანა და დათახალაიას ადვოკატი და ასევე გარდა ამისა, ხელისუფლებას შეეშინდა ამ ქვეყანაში საპროტესტო აქციების იმ უკმაყოფილების გამო, რაც ხდება ამ ქვეყანაში. ჩვენ ამ აქციებს გავაგრძელებთ, ვინაიდან ჩვენს მიმართ ხორციელდება უკანონობა, კერძო სასამართლოზე ხდება ზეწოლა. როგორც უკვე გითხარით, საქმის განხილვა გადაიდო ხვალისთვის და ხვალ შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს პროცესზე მინიმუმ 3 მოწმეს. ეს მოწმეები იქნებიან იმ ინციდენტის მონაწილეები და თვითმხილველები, რომელიც მოხდა პრემიერის სახლის წინ რამდენიმე დღის წინ მოსაშვილის ქუჩაზე. მე შეგახსენებთ, რომ ფიზიკური დაპირისპირებისას დააკავეს 7 პირი, მათ შორის ერთ-ერთი იყო სწორედ ადვოკატი რომეო საჯაია. ახლა ისინი ხელწერილის საფუძველზე არიან გათავისუფლებულები, რაც შეეხება კიდევ ერთ მოქალაქეს, მას 5,000 ლარიანი გირაო შეუფარდეს. მადლობა ნინი, ეს იყო პირდაპირი ჩართვა საქალაქო